გიორგითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა გააკვირვოთ, ღმერთმა გაახარდა ფიზიკურთხევა, წყალობა, მადლი, სიკეთე არ მოხდებოდეს სასწრაფოდაგას გილოცავ ყველას დღევანდელ დღეს ეს არის წმინდა გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების წლების დღე და ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იცით რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება დაკარგული იყო საუკუნეების განმავლობაში და ქართველებმა აჩვენა საოცარი წმინდანის მოღვაწეობა, რომელმაც თითქმის შექმნა ჩვენი ქვეყანა და დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ის წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, ყველაფერი იყო გრიგოლ ხანძთელის დამსახურება. თავიდან მოვიდა გრიგოლ ხანძთელის დამსახურება, მან განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ სიმაღლეზე დადგა და მერე ჩვენ ოქროს ხანა ჰქონდა საქართველოს, ის ხანა ვერ აღარ ჰქონია. თამარ მეფის შემდეგ და ეს იყო ყველაფერი წმინდა გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების დამსახურება. ის ტერიტორიები, სადაც წმინდა გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობდა, ხანძთა, ოშკი, ხახული და ეს უამრავი მონასტრები დღეს სამწუხაროდ ჩვენ ხელში აღარა. დღეს ის თურქების ხელში არის ეს ტერიტორიები, მათ დაიპყრეს ეს ტერიტორიები, წააბართვეს დღეს და დღეს ქართველი კაცი დღეს ის იმად სადაც დაიწყა ქრისტიანობის არბანი და საიდან ჩვენი ქვეყანა გამთლიანდა და გამთლდა ჩვენი ქვეყანა. დღეს ეს ტერიტორიები ჩვენ ხელში აღარა. სამწუხაროდ ესეთი რეალობის წინაშე ვარ დღეს და დღეს გრიგოლ ხანძთელის სცენების დღეს აი ამ ტაძარში, სადაც გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობდა, დღეს ღვთისმსახურება აღარ აღებუნება. აი უბრალოდ ნახეთ, აი როგორი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. გამხელად ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არათუ რაღაც აი ღვთისმსახურების ჩატარების უფლებასაც არ გაძლევთ, რო ადიხარ, რო შედიხარ თურქეთში, ამის უფლებაც კი არ აქვს, რომ საიდანაც მართლა ეს საოცარი რაღაცა მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის და მე ღმერთმა გამხილება მოგწეს. ჩვენი თითოეული მიწის ეს ყველაფერი დაიკარგა ჩვენი უნიათობის გამო, ჩვენი უწმუნოების გამო, ჩვენი უსიყვარულობის გამო, იმიტომ რომ ქართველმა კაცს აი სულ ესე იყო, როგორც ქართველი კაცი ღვთის ცნებას და ღვთისგზას გადადიოდა, იმ თვეში ეკარგებოდა მიწები. ჩვენს გამო დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჩვენ გადავეცეთ ეს მიწები, მაგრამ რომ ჩვენ არ ვიცხოვრობდით ისე, როგორც ცხოვრობდით დღესაც, ამ საშრომის წინაშე ვდგავართ, ამ მიწების დაკარგვის წინაშე ვდგავართ, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და არ ვიოლებთ ამისთვის, ხო, მაშინ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დღეს ამ ტერიტორიას დავკარგავთ, სხვა ტერიტორიას დავკარგავთ, დღეს კიდევ სხვა მიწა დაიკარგება, მერე კიდევ სხვა და ნელ-ნელა ისედაც ეს პატარა საქართველო კიდევ უფრო დაბადარდება და ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, მაგრამ თუ ქართველი კაცი სულიერად გაძლიერდა და თუ ქართველმა ადამიანმა ისწავლა სულიერი სიმტკიცე და სულიერი ხნეობა და ღმერთს თუ მიუძღვნა მას საკუთარი თავი, ეს ქვეყანა ისე გამთლიანდება. დავით აღმაშენებელის დროს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელის დროს წარმოიდგინეთ, ესე წერია ჟამთააღწეველი აღწერს, რომ ქართველი კაციო ბალახს ზოვდა, ანუ საჭმელი არ ჰქონდა, ტყეში იყო გაღიზნული ამ არაბების შემოსევის გამო და ბალახს ჭამდა ტყეში, წარმოიდგინეთ და ვერ შემოდიოდა ქალაქში. 400 წელი არაბების ხელში იყო თბილისი. მაგრამ წმინდა დავით აღმაშენებელის ამ ლოცვა, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ამ დამოკიდებულება, ეკლესიის გამთლიანება, სიმტკიცე და ქართველების ღვთისკენ მიბრუნება განაპირობა ის, რომ ეს 400 წლიანი ბატონობა თბილისზე დასრულდა დავით აღმაშენებელის მეფობის დროს და ქვეყანა გამთლიანდა და გამტკიცა და იქიდან წამოვიდა ქვეყნის სიძლიერე. ამიტომ თვითონ ჩვენთანაზეა ეს ქვეყნის სიძლიერე დამოკიდებული, როგორ მოთხოთ საკუთარ თავს, როგორ ვიბრძოლებთ ამ ქვეყნისთვის. დღეს რაღაცა ისე ხდება, რომ ეს პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის საქმისტური დამოკიდებულება დღეს სირცხვილად იწვდება დღეს. რაღაც ესე აჩენენ ხოლმე, დღეს თუ შენი ქვეყანა გიყვარს, თუ გული გტკივა შენი ქვეყნისთვის, იბრძვი შენი ქვეყნისთვის, რაღაც ეს სამარცხვინოდ არის. წარმოჩენილი დღევანდელ დღეს ესეულად წარმოაჩენ, მაგრამ ღვთისმადლით ჩვენ საოცარი თაობა გვესდება. საოცარი თაობა ისდება, რომელსაც ძალიან ებრძვია. ამ ახალგაზრდა თაობას ძალიან ებრძვია, თუმცა რომ მათი გონება შეცვალო, მათი ფიქრების შეცვალო, მათი ფიქრების სხვა მხარეს დაეყო, მაგრამ ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ მოესწრება ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს 3000 წლიანი კოდი გვაქვს სისხლში და გენში ჩადებული. ამ სისხლში და გენში არის ყველა ქართველი კაცის გენში ეს კოდია ჩადებული. ამ კოდს ადამიანი ვერ ამოიღებს და ვერ აღმოჩნდება ამ კოდს, რაც არის ქართველ კაცის ბუნებაში და სულში და ეს ქართველობა და ეს დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისა მოსულია ძალიან ბევრი წამებით. ბევრი სისხლის ღვრით, დიდი ბრძოლითაა მოსული და ეს გენი ქართულ კაცს აქვს შენარჩუნებული და ქართველი კაცის გონების შეცვლა და გადატრიალება მისი გონების ეს არის თითქმის დაუჯერებელიც კი. რაღაც ეტაპზე შეიძლება რაღაც ადამიანების ჯგუფმა შეიძლება რაღაცა საშინელება ჩაიდინოს ქვეყნის მიმართ და ყოფილა ბევრჯერ ეს ქართულ კაცს საკუთარი მეზობლისთვის შვილი მოუტაცნია და გაუხიდია მეგობრისთვის და იყო ესეთი რაღაცა
მე-18 საუკუნეში, მე-17 საუკუნეში თუმცა ქართველები ერთმანეთს შვილებს პარავდნენ და მე ყიდიდნენ უცხო ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, აი ქართველი ქართველს შვილს პარავდა და უცხოეთში და ყიდა, იმიტომ რომ ფული რო ქონოდა, წარმოიდგინეთ. საშუალება რომ აი რაღაცა უფრო გამდიდრებული იყო, თავის მეზობელს შვილს პარავდა. გახსოვთ, ხომიჩა და გოჩასამბავი და უამრავი ესეთი ფილმიც ამ სამყაროს მეტყვი. და შვილს ყიდიდა, წარმოიდგინეთ. უყიდიდა შვილს და ამიტომ თავს რჩება. დღეს არის ვიღაცა ქართველი, რომელსაც აქვს კაზინო, აზარტული თამაშების სახლები აქვს, წარმოიდგინეთ, და ჩვენ შვილებს ამას თავაზობს. მათ სულებს ყრის და ანადგურებს ამ აზარტული თამაშებით. ანადგურებს ამ სულ და ამ ფულით მე საკუთარ ოჯახს აჭმევს გულს, წარმოიდგინეთ. ზუსტად იგივეა, როგორც ფეთას კითხვა ის ხო. ესე ხიდიან ამ ბავშვების სულს, ამ ახალგაზრდების სულს და რამდენ სულთქავს შენთვის, აი აზარტული მოთამაშეები ვარია, ბავშვი. ვერ ვანები, მამაო, თავს ყველა ნაბიჯი აზარტული თამაშები აქვს, აი ყველგან ეს კლუბებია, ყველგან ისა და გარეთაც არ გამოვიდა უკვე ტელეფონში მომდის უკვე ეს შეტყობინებები და ვერ თავს. ზუსტად ესეთია მკვლელობა ამ ადამიანების სულისა, ჩამოშორება ოჯახებისა, როგორც მაშინ ამბობს, მოიტაცებდნენ და გარეთ უცხოეთში ყიდნენ დღეს ეს ადამიანები ოჯახიდან გადიან ეს შვილები, რომლებიც სახლდა რაღაცას უკვე იპარავენ, რომ ეს ითამაშოს, რაღაცებს ყიდიან უკვე მე ნარკომანიას ეძლებიან. დღეს წარმოიდგინეთ, აი ყველგან შეიძლება იშოვოს ადამიანმა ნარკოტიკი და მოიხმაროს. ეს მარიხუანას რაღაცა და რამდენი ადამიანია შეთამოსული გუშინაც, გუშინცინაც, იმისინაც მოდიან ბავშვები, რომლებიც უკვე ახალგაზრდა ბიჭები 22-ის, 23-ის, 25-ის, 18-ის, 20 წლის მოდიან და მეუბნებიან, მამაო, ვეღარ ვერები ამას, იმიტომ რომ ამ მოსაწევიდან უკვე ისეთ მდგომარეობაშია, ისეთ ჯავშნი, ისეთ დეპრესიაში არიან, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, წარმოიდგინეთ. და ესე ნენელა ამ მერის მოსპობა და განადგურება უნდა. და მე ვერ დამიჯერებ იმ ადამიანს, ვინც ამას ყიდის. მას სამშობლო ყარ, ზუსტად ისეთივე გამყიდველია. აი ამ ადამიანს როგორც ბავშვი თაცვლა რო ყიდიდა, ესეთივე გამყიდველია ეს ადამიანი ფერდისა, რომელიც ამ მოსაწევს ყიდის, ამ მარიხუანას ყიდის, ნარკოტიკს ყიდის, კლუბურ ნარკოტიკებს ყიდის და ამით ყოლის და ანადგურებს ერს, ზუსტად ისეთივე გამყიდველია ერისა. ისეთივე გამცემელია ერისა. და მკვლელი ესეთი ადამიანი. ესეთი ადამიანი და მე წარმოიდგინეთ ეს რაღაცის ტელევიზორში ერთ იმას შევხედე რეკლამას. წარმოიდგინეთ. რეკლამა მოწყალებას გასცემენ წარმოიდგინეთ აზარტული მოთამაშე ადამიანები, რომ აი ამ ეს გადაცემა აუგის წარმოიდგინეთ ერთი ოჯახი იყო, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობს, წარმოიდგინეთ საოცარ გაჭირვებაში. ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ტელევიზიაში იყო ეს გადაცემა და დიდი გადაცემა არის, ძალიან ცნობილი გადაცემა და ამ გადაცემაში ანახეს ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს. სახლში საჭმელი არ აქვს, სახლი არ აქვს, სადღაც იმაში ცხოვრობს, წარმოიდგინეთ. ტყეში ცხოვრობს და მე და ჩემი მეუღლე უყურებთ ამ გადაცემას. რაღაც ამბობს და დაიწყეს საუბარი, რომ აი ჩვენ ამ აჭარა ბეთმა რაღაც ეს საშინელი ისა, რომელიც აი აზარტული თამაშებით ჩაბმული ხავს ტელეფონთან და უმრავი ადამიანი გუბება და ამას სწრაფად რომ აი გადაწყვეტა ამ ოჯახს დავხმარებოდი. ჩვენ გვეგონა მე და ჩემს მეუღლეს, აი კარგი რაღაც საშინელება, მაგრამ შეიძლება გვინაობა მიუტანეს, გვინაობა მიუტანეს. წარმოიდგინეთ, რაღაცა გვინაობა მიუტანეს და ამის რეკლამა გააკეთეს. და შესავალი ქონდა ისეთი, როგორ წარმოიდგინეთ. წარმოიდგინეთ ამ აზარ ბოდიში რომ ამიოდა ამის თამამიწეს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის გებელია. ეს ჩვენი ქვეყნის საოცარი საწუხარია. არ შეიძლება ამ ადამიანებისგან რამე მიიღოთ. არაფერი არ შეიძლება შენ აი ამ აზარტული თამაშები მოთამაშე ადამიანებისა, რომელსაც ქვეყანა იყიდება, ისპობა ქვეყანა და ადამიანების სულები კვდება, ამათგან არ შეიძლება რამე მიიღო. და წარმოიდგინე, მე ისიც მეგონა რომ სახლს მაინც აჩუქებდნენ ამას ამპულიდან და რაღაცა მიუტანეს, რაღაც კბილებულობა და რაღაცები, შოკოლადები და რაღაცები და ამით შემოიფარგლა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, თქვენ აი ადამიანები როგორ იქცევიან, ეს არის საშინელება. ეს არის დაყვა, ყველგან უნდა აღვიქვეთ ამას, იმიტომ რომ ჩვენი შვილები იღუპებიან, რამდენი დედა მოდის შენთან სლემლები, რამდენი მამა მოდის სლემლები და მუხლებში მივარდება და მომნება, გეხვეწები მამაო, ჩემს შვილს დაეხმარა. გეხვეწები დაეხმარა და ვერაფრით ვერ ვეხმარებით ამას. ტელეფონში შემოგვივარდნ უკვე ამ SMS-ებით, შენთანაც სულ ყოველდღე შეტყობინებები მოდის. ითამაშე აგერ, ფულს გააცლებ წინასწარმე და შენ ვერ ითამაშე. შენ თუ არა გაქვს ფული, მე მოგცე ფულს და მე შენ ითამაშე. და ესე დაგვრდება და ეს ერი, რომელიც გრიგოლ ხანძელის ერია, წარმოიდგინე. დავთამაშინებელი ერი, ცოტნე დადიანის ერი, ამბროსი ხელაიას ერი, წინამოსკელის ერი. ეს ამ ხალხს ესე არ დაგვრებენ, ამიტომ
ყველას ერთად მარტოს რომ ამ ყველაფერს რაღაცა წინამორბედობა გავუწიოთ ჩვენი მხრიდან მიწვევისაც როგორ შეგვიძლია და სხვანაირად ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ თავობა, ჩვენ საოცარი ნიჭიერი თავობა ყავს, საოცარი ახალგაზრდობა მოდის, ვერ წარმოვიდგენ იმდენად მაგარი ახალგაზრდობა მოდის, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის, საოცრად გონიერი ახალგაზრდობა მოდის და საოცარი ძალა აქვს ამ ადამიანებს, საოცარი სიყვარული აქვს ამ და თუ ამას სწორი მიმართულებას მიცემ, რასაც ამბობენ რომ საქართველოს გავწყინდებაო, ამ ადგილში ქვეყანა მართლა გავწყინდება. მართლა საოცარ სიმაღლეზეა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩვენს ბრეულში თუნდაც ახალგაზრდები არიან, რომლებიც საოცარ ჩააბარეს ახლა ეს გამოცდები და ეს ზოგი მოხდა საოცარ უმაღლესში და საოცარ სასწავლებელში მოხდა. უცხოეთში, ამერიკაში, ინგლისში, ევროპაში, ისეთ უნივერსიტეტში მოხდა და უმაღლესი სკოლები და ყავს ჩვენ რეალისტები ისეთ რომელსაც უმაღლეს სკოლებზე დაამთავრეს საოცარი უმაღლეს სასწავლებელი, როგორც ოქსფორდი, კემბრიჯი, წარმოიდგინე კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარეს და უამრავ ესეთი სამშობლოში წევრები ყავს ესეთი და მშობლები ყავს, რომელსაც ესეთი შვილები ყავს. ამ თავობაზეა ლაპარაკი, რომელიც საოცარ სიმაღლეზე, საოცარი ძალა აქვს და თუ ამ თავობას ისკენ წაიყვან და ღმერთისკენ წაიყვან ამ თავობას, საოცარ სიმაღლეზე დადგება ჩვენი ქვეყანა. და ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ მოერევა, იმიტომ რომ უღმერთო ადამიანი, როგორც და ნაკითხი იყოს, ის მტერია და საშიშია ქვეყნისთვის. უღმერთო ადამიანი ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. მაგრამ სადაც სამ ღმერთი ხავს და ღვთის სიყვარული გავს და ამ ყველაფერთან ერთად გავს საოცარი სიმაღლე, სოდმისა, განათლებისა, შენაირი წარმატებული და შენაირი სიკეთეს ქვეყანას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოხდა ამ ქვეყანას. რო ხარ წესიერი, პატიოსანი, რო სხვის ბოროტება არ გიხარია, პირიქით რო ხარო სხვის სიკეთი და რო ხარო სხვის წარმატებით, ეს შენ გუჩი და შენ სუშიროა. ეს ძალიან წინ მიხავს ამას ყველაფერი ქვეყანა და ერი და ღმერთმა გააძლოთ, ღმერთმა გაგახსოვოთ ეს კურთხევა, წყაროება და მადლი და სიკეთი არ მოგვეყოლეთ. მე ძალიან ვთქვით, ჩვენ ეს წესები გქონდა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს. ყველას არ აქვს ესეთი ძლიერი წმენა, მტკიცე წმენა, ამიტომ ვერ ახერხებს ბევრი ადამიანი ტაძარში მოსვას, თქვენ ხედავთ რომ ეს სცენი კიდევ უფრო გავრცელდა ქვეყანაში. ძალიან გავრცელდა, ძალიან სტაბილიზდება და ძალიან ბევრი არის, ამიტომ ძალიან ვთქვით რომ რაღაცნაირად ეს დაუცვა დისტანციები საკუთრებაც განცხადება გააკეთა რომ ტაძარში შიგნით მიბანდებებით რომ ვიყოთ რაღაცა გარეთ ეზოშიც დისტანციები რო დავიცვათ და როგორც ადრე უმეტეს ძალიან მოწოდა, ძალიან მაგარი წესი იყო. თქვენ ადგილებზე იდექით, მოწვარი მოდიოდა და მოწვარი გაზიარებდა. ეს ძალიან კარგი წესი იყო. მე ეს ძალიან მოწოდა და მინდა რომ ეს შევინარჩუნო. დინს ეზიარებით, ისინი თქვენ ადგილებზე დარჩით, არ წარმოხვიდეთ თქვენ ადგილებზე დარჩით და მოწვრები მოვლენ და თვითონვე გაზიარებთ. ყველა სათავე გაზიარებთ. ყველა ადამიანი მოწვრები მოვლენ. და ვინც არ ეზიარებით, შეგიძლიათ ეზოებში ჯვრები დგას, ჯვრებს ემთხვიოთ, ამ ჯვარს ეზოში დგას ჯვარი ემთხვიოთ და მე ვინც არ ეზიარებით, შეგიძლიათ უკვე ისინი სახში წაბრძანოთ უკვე და დაალოცვები და გახარებული ღვთისაგან და მერტმა დააკვირდა და მერტმა გადახარდა. ძალიან მნიშვნელოვანია წესების დაცვა, რომელს მაშინ ვსალაპარაკობდით და ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, იმიტომ რომ ბევრია ესე წარმოგიდგენთ, პატარა ბავშვები ხავთ, მშობლები ხავთ და ბევრი ერიდება ამას, ვეღარ მოდის ტაძარში, ამიტომ თუ ჩვენ ამ ადამიანებს ხალხთან შევუწყოთ, ამ ადამიანებს ამ ღვთისმაც მოვაკლეთ და ვიღაცა ღვთისმსახურებაზე ვეღარ მოვა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება წესები არ დავუცვათ. ამიტომ ძალიან ვთქვით, რომ ყველა წესები დავუცვათ, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, რომ ყველა ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება გქონდეთ. მე მინდა ერთი პატრიარქის ბრძანებას აგიკითხოთ, იცით თქვენ სვეცხოვლობას გამოცხადა, რომ პატრიარქმა დააწესა ესეთი დღეს ვიხავ, უწმინდესმა დაარეკინა ჩემთან და მე დაწესწრებს და მივედი უწმინდესთან საათ ნახევარზე მეტი მომიწია უწმინდეს საუბარი და პატრიარქის საუბრობდა ეხს დაკავშირებით, რომ როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას, როგორ უნდა შევეწყვეტ, რა შეიძლება კიდევ გააკეთეს იმისთვის და ესეთი რაღაცა მოიფიქრა უწმინდესმა, რომ შეექმნა ფონდი მოწყალა სამარიტელი. ეს ფონდი ესეთი რამება გადასცა, რომ არის უამრავი ფონდია გახსნილი, უამრავ ადამიანს ეხმარება, ძალიან ბევრი ფონდია გახსნილი და ესეთი რამე გადასცა, ამ ფონდის თანამშრომლები ციკლებიან, არავინ ხელმას არ აიღებს, იმიტომ რომ შემთხვევაში ხდება ხო ფონდები იხსნება და ძირითადად ეს თანხები უმეტესობა ხელფასებში მიდის. ამიტომ ესე არ იქნება და ეს ფონდი იქნება ბოლომდე მიმართული ხალხისთვის. და ანგარიშიც გაიხსნა სპეციალურად ამისთვის საქართველოს ბანკში და ყველა ადამიანი შეიძლება რომ აი თვეში 1 ლარი გაიღოს ამ ფონდისთვის. ვისაც მეტი საშუალება აქვს, მეც გაიღებს, ვისაც ნაკლები 1 ლარი წელიწადში გამოდის 12 ლარი, წარმოიდგინეთ. რო გავწერიოთ, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან დიდი თანხა იქნება, თუ ყველა გავწერიანდებით, ხო? წელიწადში 12 ლარია და თვეში არის 1 ლარი.
და ყველა გავწერიანოთ ამ ფონდში, რომ ჩვენ შევწოდოთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს არის გაჭირებულების დასახმარებლად, სტუდენტების დასახმარებლად და უამრავი სხვადასხვა პროგრამები მოხს მე თუ პატრიკო ხო ფონდის ხელმძღვანელობა და ამ ფონდში მე მოგვიწევს ამ ვერ დახმარება ამ ადამიანებისა, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. უამრავი პროექტი მოხს მე თუ არის მოფიქრებული 1000 პროექტი არსებობს, ვიდაც შეგვიძლია ბევრი ადამიანი შევეძლიოთ, მაგალითად აი საფრანგეთში ვიკითხე ესეთი რაღაცა არსებობს, რომ აი მაგალითად სუპერმარკეტებში როდესაც აი რაღაცა საჭმელს გავუდის ვადა და 2 დღეა დარჩენილი. და ისინი მე ამას ყრიან, მე ამ საჭმელს დაებს. არის საფრანგეთში რომ ადამიანები მიდიან აპლიკაცია შექმნილი, მიდიან ადამიანები და საჭმელს ეს მაგ დაკიდუსწრება არ აქვს ამ საჭმელის და ურიგებენ ამას და მე ბევრჯერ მინახავს მაგალითად ნიკოლასთან რაღაცა რომ საჭმელი გადახრილი ყოფილა, თორემ უფლება არ აქვს სხვაგან წაიღო, რა გაყიდო. ამიტომ იქნება ესეთი საჭმელი და ამ ფონდის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რომ ადამიანი მივიდეს ამ სუპერმარკეტად რეგიონების მიხედვით, რაიონების მიხედვით შენი გამგეობა იციან სოციალურად დაუცველი ადამიანები სად არის და შეიძლება მიხვიდე იქ, აიგო ეს საფუძველი და მიხვდა ის ბოლო შეიძლება აი ჯგუფები შეიქმნა რომელიც რესტორანთან მივა და გადახდის მაგალითად ადგილ ოჯახში მიუტანეს საჭმელს და რაღაც უამრავი საშუალება არსებობს ამისა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს შევეცვლოთ და ჩვენი მეგობრები გაწერიანებულები არიან. ეს სამ კვირაში ერთხელ უწევთ ხოლმე ეს მანქანით მისვლა, რომელიმე რესტორანთან არის მიმაგრებული, სამ კვირაში ერთხელ მიდის, იღებს ამ საფუძვლს და მიაქვს გაჭირებულ ოჯახში. და ზოგიერთი თვითონაც უმატებს რაღაცას ეხმარება თან რომ თქვენ თვალზეც უნდა ნახოთ რამდენ ადამიანს უჭირს მე ძალიან ბევრ ოჯახში ყოფილა ვერ წარმოვიდგინე ზოგი როგორ გაჭირებაში აი ვერც კი დაიჯერე თქო საცხოვრობენ ადამიანები როგორ გაჭირებაში ცხოვრობენ როგორ აი სად და სად არიან აი ზოგიერთი დაუჯერებელიც კი არის როგორ შეიძლება ამ პირობებში ადამიანმა იცხოვროს და ძალიან ენეტრება ზოგს საერთოდ ცხელი საჭმელიც კი არ უჭამია წარმოიდგინეთ საერთოდ უჭამეთ აი თქვენ ალბათ არ გაგიგიათ არასოდეს არის ამ სამენასწორია ამის რა მაგრამ პატრიარქი თითქმის წელიწადში ერთხელ ყოველთვის მთელი თბილისის მათხოვრო შეკრებავდა ხოლმე და დიდ სუფრას უწყობდა როგორც აი სამთავრობო სუფრასაც უბერისე ხო პატრიარქი ამაზე ასაუბრებს არასოდეს და ეკლესიის ამაზე არ უსაუბრია არასოდეს და პატრიარქი იჯდა სუფრას შვაიბის იჯდა და ეს მთელი თბილისის მათხოვრების შემოკრებილი და სუფრას უწყობდა თქვენ თარგმნობდა ხოლმე პატრიარქი ამ სუფრაზე მოხავდა მე მომღერები მოხავდა უმღეროდნენ ამათ აცეკვები და ამათ და რაღაც საოცარი სიხარულის განცდაებოდა უცხოეთში ესეთი რაღაცები ხდება სულ აღიარებენ ამას ყველგან ტელევიზიაში ანახებენ და პატრიარქი ამას არ აკეთებდა არასოდეს და ესეთი იმით აკეთებდა ყოველთვის ესე იყო და პატრიარქის ტრაპეზი როცა იყო ხოლმე წირვის შემდეგ ყოველთვის ვიღაცა ერთი ადამიანი ესეთი გავსი მიყავდა და ტრაპეზის სვამდა და მასთან ერთად სადეობდა ხოლმე ყოველთვის მისი უწმიდესობა და მაგალითია ჩვენი პატრიარქის სიწმინდისა ადამიანების დახმარებისა და კიდევ ვფიქრობს იმაზე ამასში რომ კიდევ რა გააკეთოს ახალი ისეთი რითაც თავის და თავის ქვეყანას შეეწირა და დაეხმარება ღმერთმა დაარბოცოთ ყველა ღმერთმა გარდახავა და ის კურთხევა წყალობა და მადლი არ მოწმებოდა სასწრაფოთაგანს და ღმერთი შეეწიროს თქვენ